2007 წლის 8 ნოემბერი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბევა 6 წლის წინ განვითარებული მოვლენები მონაწილეებმა დღეს გაიხსენეს. ფაქტობრივად მათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სტუდენტებს და საზოგადოების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნეს. შეხვედრას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმდროინდელი რექტორი ვლადიმერ ბალაძის ესწრებოდა. წლების შემდგომ ხელკეტების მსხვერპლი და არა მხოლოდ ისინი მოხვდას არა მარტო უხეშქმედებად, არამედ მათ შეურაცხყოფად აფასებენ. ბალაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას სურდა სტუდენტების ამბოხი სასწავლების რექტორს დაბრალებოდა. იგი აცხადებს, რომ უნივერსიტეტი ვერ დალუქავდა ჭიშკარს მაშინ, როდესაც სპეცრაზმელების გამოჩენისას ეზოში თავის შეფარებას დაგვიანებით მოსული სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები ცდილობდნენ. სტუდენტთა შეფასებები უფრო ცუდად მომდევნო გამოშვებაში. აღნიშნული ქმედების განხორციელება მიზნად ისახავდა სტუდენტებში საპროტესტო მუხტის ჩაკლას და ნულოვან აქტიურობას. ეს არ იყო მხოლოდ დანაშაული, ეს იყო დიდი შეურაცხყოფა ერისა და ქვეყნის და ადამიანებმა, რომლებმაც დაგეგმეს და განახორციელეს 2007 წლის 8 ნოემბერს უნივერსიტეტში დარბევა, მათ აუცილებლად უნდა აგოთ პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მოგხსნებდნენ, პირადად მე გორგასლის ქუჩამდე მსდიეს. დუბინკაც მომხვდა ფეხზე. ჩემს გვერდით ერთი ჩემი მეგობარი მორბოდა, რომელსაც თავში ისეთი ძიმედ ჩაარტყეს დუბინკა, რომ იმ დროის შემდეგ ჯანმრთელობის ძიმე და სერიოზული პრობლემები შეექმნა და სამწუხაროდ მას შემდეგ მას სწავლა აღარ გაუგრძელებია. საზღვარგარეთაც ყავდათ სამკურნალოდ, თუმცა სამწუხაროდ შედეგი ძალიან ცუდი აღმოჩნდა. ისინი ძალიან ვანდალურად იქცეოდნენ და ჩვენს უნივერსიტეტში შეიჭნენ აუდიტორიებშიც, რაც იყო სამარცხვინო ფაქტი. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ოპერაცია მთელი ქვეყნის დასაშინებლად გათვლილი და ამავე დროს იქ მავანთ და მავანთ არ მოწონდა რექტორის პოზიცია მდგარიყო სტუდენტებთან თავიდან ბოლომდე.